ანას და ნიტას ზღაპარი. ვონდერლენდში ცივი ზამთარი იდგა. ამ დღეს თოვლიან ქალაქში ყველაფერი ჯადოსნურად გამოიყურებოდა. ქალაქის ყველა მცხოვრები ღამის დადგომას ელოდებოდა. ოჯახებში სადილს ამზადებდნენ. ბუხარში ცეცხლი გიზგიზებდა. ბავშვები გარეთ გუნდაობდნენ და თამაშობდნენ. ზოგიც კი სულაც თხილამურებით სრიალებდა. ვონდერლენდში ცნობის მოყვარე ბავშვები ცხოვრობდნენ. ანა და ნიტა, რომლებსაც ჯეროდათ რომ ახალი წლის ღამეს სასწაულები მართლაც ხდება, მაგრამ ერთი კითხვა არასდროს ასვენებდათ. როგორ ახერხებს სანტა ამდენი ბავშვის გახარებას ერთ ღამეში? დრო ძალიან ნელა გადიოდა. მაგრამ სანტას მოლოდინში ბავშვები ძალიან ცდილობდნენ, რომ არ ჩასძინებოდათ. უნდოდათ სანტა თავად ენახათ და მას შეხვედროდნენ. მაგრამ ღამე ჩუმად ჩამოწვა და ჯადოსნური დროც მოახლოვდა. პატარებს კი თვალები დაუმძიმდათ და ჩაეძინათ. ბავშვები იღვიძებენ და ეჭვი უჩნდებათ. ნუ თუ სანტა მართლა მოვიდა. ჩუმად წამოდგნენ, ნაძვის ხესთან მიიპარნენ და იქ დაინახეს სანტა დიდი ქურთუკითა და უზარმაზარი ჩანდით. სანამ სანტა ოთახში ფუსფუსებდა, ბავშვები სწრაფად ჩაძურნენ ჩანთაში. იქ იმდენი საჩუქარი იყო, თითქოს პატარა ზრაპარში მოხვდნენ. სანტამ ჩანთა მარხილში დადო, თვითონაც ჩაჯდა და ცაში აფრინდა. ანა და ნიტა უკვე ჯადოსნურ მარხილში იყვნენ. ზემოდან ყველაფერი სხვანაირად ჩანდა. უფრო პატარა, მაგრამ ისეთივე კაშკაშა. ბავშვები ცოტა ახმაურდნენ. სანტამ რაღაც იეჭვა. ჩანთა გახსნა და რას ხედავს? ო, თქვენ აქ როგორ აღმოჩნდით? ბავშვებმა ცოტა დაიმორცხეს. სანტამ კი მიუგო. წინ გრძელი ღამე გველის და დახმარება არ მაწყენს. ჰო ჰო ჰო! ასე დაიწყო ანას და ნიტას ყველაზე საოცარი ღამე. სანტამ და ბავშვებმა ბევრი სახლი მოიარეს. საჩუქრები ნაძვის ხეებთან დადეს და მთელი ქალაქი გაახარეს. ბოლოს პატარები ძალიან დაიღალნენ. თვალები დაეხუჭათ და მარხილში ჩაეძინათ. ყველაფერი სიზმარს გავდა. საოცარ საახალწლო სიზმარს. გაგვიძებისთანავე ნაძვის ხესთან საჩუქარს ხედავენ. ამ დღიდან ახალი წელი მათთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა, რადგან იციან, არსებობს ერთი სტუმარი, რომელიც ყველას აბედნიერებს.